შეიქმნა ახალი მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ასახქვია გაერთიანებას, რომელიც პირველ არხთან მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა ნაწილსაც აერთიანებს. მოძრაობაში ასევე არიან პროფკავშირული გაერთიანების წარმომადგენლები. ახალი ერთობის მიზნად დემოკრატიაზე და უკეთეს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სისტემაზე საუბარი სახელდება. პრიორიტეტულ თემებად ცხადდება შრომის უსაფრთხოება, ღირსეული შრომითი პირობები, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სამართლიანი მართლმსაჯულება და თანასწორობა. საპროგრამო დოკუმენტის პრეზენტაცია უახლოეს თვეებში იგეგმება. აქვს თუ არა მოძრაობას მომავალში პოლიტიკური გეგმები? კესო ქაფიანიძე გაეცნო ახლად შექმნილი გაერთიანების მანიფესტს. კესო. პოლიტიკურ მომავალს არ გამორიცხავენ, თუმცა მკაფიო პასუხი როდის მიიღებს ორგანიზაცია პოლიტიკურ სახეს, დღეს არ მოგვისმენია. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაწყებული პროტესტი სოციალურ დემოკრატიულ მოძრაობად გარდაიქმნა. მოძრაობის დამფუძნებლები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც 2 თვის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციების ორგანიზებას უწევენ, დღესა და ღამის ეთერის გახსნას და მენეჯმენტისა და ბორდის თავმჯდომარის ცვლილებას მოითხოვენ. დღეს ეგნატე ნინოშვილის ძეგლთან მესამე დასის დაარსებიდან 120 წლის თავზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა ახალი მოძრაობა წარადგინა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიის გზაა. დღეს მათ კონკრეტული გეგმები არა, თუმცა გადასაჭრელი პრობლემების საკმაოდ ვრცელი სია წარმოადგინეს. ესენია სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობა. მოძრაობის დამფუძნებლები საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციას და ორგანიზაციის სტრუქტურულ გაძლიერებას აპირებენ. ბუნებრივია, ახალ ამბავს დღეს გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელშიც. მაგალითად, ნიკამელია მოძრაობას პოლიტიკურ მომავალსაც უწინასწარმეტყველებს და იმედს გამოთქვამს, რომ მათი ყოფნა ქართულ პოლიტიკაში იქნება ეფექტიანი და ხანგრძლივი, შედეგზე და არა პროცესზე ორიენტირებული. ორგანიზაციის დაფუძნება მოულოდნელი არ ყოფილა არც თამარ ჩერგოლეიშვილისთვის, რომელიც ამაზე აქამდე საუბრობდა. ამ ქვეყანაში ცალ-ცალკე გასული 10 წლების განმავლობაში არსებობდა უამრავი სოციალური მოძრაობა, უამრავი ძალა, რომელიც ცდილობდა ამ ქვეყანაში დაემკვიდრებინა სოციალური სამართლიანობა. დღეს ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, ისეთ მდგომარეობაში, რომ აი ეს ყველა ძალა, თითქმის ყველა ძალა, უნდა გაერთიანდეს ერთ კალაპოტად. და ჩვენ ერთად ვაპირებთ ბრძოლას იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი საზოგადოება და ეს ქვეყანა ვაქციოთ ისეთ საზოგადოებად, სადაც მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არ იქნებიან. ჩვენ გსურს სოციალურად სამართლიანი სახელმწიფო, ამიტომ მუშაობთ ქვეყნის მრავალმხრივი გარდაქმნის გეგმაზე. ეს გეგმა კი შეუძლებელია არსებობდეს, თუ კი არ დაისვა ის კითხვები, რომლებიც აქამდე არც ერთ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ მოხვედრილა. დღეს არის ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღე და მოვედით აქ იმისთვის, რომ დაგვეფუძნებია ეს ახალი მოძრაობა სოციალ-დემოკრატიული ელფერით, იმისთვის, რომ შემოვიტანოთ უფრო ძლიერად სოციალ-დემოკრატიული ხმა, გამოვეხმაუროთ ჩვენი ქვეყნის თავარ პრობლემებს. ჩვენ ამავდროულად დღეს ვართ წინააღმდეგობის ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგობის და გამარჯვებამდე მანამ სანამ ახალი დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება ქვეყანაში, ჩვენ არ ვფიქრობთ პოლიტიკურ პარტიაზე, არ ვფიქრობთ არჩევნებზე, იმიტომ რომ ეს ამისი კონტექსტი დღეს არ არის. ჩვენს ქვეყანაში გარდა უზარმაზარი კრიზისისა, დღეს არის სიღარიბის უზარმაზარი მაჩვენებელი, არის შრომითი ჩაგვრის უზარმაზარი მაჩვენებელი, არის ეკონომიკური თანასწორობის უზარმაზარი მაჩვენებელი. ჩვენ დღეს გავერთიანდით ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ვიბრძოდით სხვადასხვა ფრონტზე სწორედ ასეთი ჩაგვრების წინააღმდეგ და გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ ასეთი ერთობა და ვესაუბროთ ჩვენ თანამოქალაქეებს, თუ როგორი ქვეყანა უნდათ მათ. ახლა უკვე მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრებმა სხვა მოქალაქეებთან ერთად მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მათ დღევანდელ სახალხო ეთერში, რომელიც Facebook პლატფორმის საშუალებით გადაიცემა, ისაუბრეს მზია ამაღლობელზე, მისი დაკავების სამართლებრივ ნაწილზე და კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მათ სოლიდარობა. რაც შეეხება მათ მოთხოვნებს სპეციალური ეთერის დათმობისა და მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ის უცვლელია და დღესაც გაჟღერდა. მადლობა, კესო ქაფიანიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.